ოცნების ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშარ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება ადვოკატებმა დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. უფლებადამცველის მარიამ შათირიშვილის შეფასებით ბურჭულაძისთვის პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო, რადგან ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაც უზრუნველყოფს იმ რისკების დაზღვევას, რაზეც გამოძიება აპელირებს. მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ბურჭულაძე ბრალს არ აღიარებს. ჯუანშარ ბურჭულაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 13 სექტემბერს შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ოცნების ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2023 წელს სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა და მისი მოადგილის ნათესავისა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2.606.272 ლარის ნაცვლად 3.940.000 ლარად მიაწოდა. შედეგად უწყებას 1.333.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერის სახის მისაცემად მთელი რიგი ქმედებები განახორციელა. 13 სექტემბერს გამართულ პროცესზე ჯუანშარ ბურჭულაძემ ბრალს აბსურდული უწოდა და თქვა, რომ მისი დაკავება შესაძლოა სულ სხვა რამით იყოს მოტივირებული. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ოცნების ყოფილ თავდაცვის მინისტრს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.